უშინაც ჰქონდა ვიდეო ჩაწერილი კოლცენტრებზე, რომ ლილუაშვილს წაუყენეს ბრალი, თვითონ კოლცენტრის თანამშრომლებს რატო არ აკავებენ და არ გვიაშკარავებენ, ვინ არიან თქო. აგერ დღეს ეხა კიდე პროკურატურამ გამოგვიცხადა, რომ ფარცხალაძესაც წაეყენა ახალი ბრალი და მათ შორის დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძეო. გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ კითხვა ისევ იგივე რჩება. ეს ამდენ კოლცენტრებს თუ მფარველობდნენ, სად არიან თვითონ ეს კოლცენტრები და მათი თანამშრომლები? თითო კოლცენტრში ხო 10-ობით თანამშრომელი მუშაობს მინიმუმ. იმათ რატო არ აკავებენ? ეს ხალხი ხო გააზრებულად ჩადიოდა დანაშაულს, თაღლითობას, იცოდნენ აბსოლუტურად ვერც ერთი ვერ იტყვის, რომ არ ვიცოდი რას ვაკეთებდითო, ხო? რატო არ აკავებენ ამ კოლცენტრების თანამშრომლებს? შემთხვევით იგივე ხო არ ხდება კაცო, რასაც ვიძახი ამდენი ხანი, რომ ამათ ჩამოართვეს და ხა იმ კოლცენტრებს თვითონ ამუშავებენ ამ წუთას ვინც არიან კოლცების ლიდერშიპში. აი სხვა რა უნდა იფიქრო, აი მითხარით სხვა ვერსია, მითხარით ეს მთელი სქემები თუ გამოაშკარავეს, ერთი კაცი როგორ არ არის დაკავებული, ერთი კაცი ვინც რეალურად რეკავდა ამ პენსიონერებთან და მოტყუებით და თაღლითურად ფულს ძალავდა. ერთი კაცი გვაჩვენონ. ერთი რატო უნდა გვაჩვენონ, 10-ობით ვინც იყვნენ, ყველა უნდა გვაჩვენონ, ხო? და აგერ ხალხი აქციაზე დგომის გამო და რაღაც წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო პასპორტები რო აქვს ჩამორთმეული, რომ ქვეყნიდან არ გახვიდეთო და 1000 გირაოვები რო ადებთ. ეგ ხალხი ეხლა ვინც ციხეში უნდა იჯდეს, აი ეს თაღლითები ჩვეულებრივად დადიან ქუჩაში, შეიძლება ქვეყნიდანაც გავიდენ და მე რა ვიცი გამოგვიცხადებენ ალბათ, რომ ვეღარ ვიჭერთ, იმიტომ რომ გავიდენ ქვეყნიდან. ეგ ეხლა ნორმალურია?